საღამომშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო და ძვირფასო მაყურებლებო, ვინც გვიყურებთ, გარდა იმისა, ვინც გვისმენთ, ახლა დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ახამიქიაშვილი ვარ თქვენთან ერთად და მახარებს ის ფაქტი, რომ მორიგ პრემიერაზე უნდა გესაუბროთ, მახარებს ცხადია იმის გამოც, რომ არის სიახლეები ქართულ თეატრში და თან აი სეზონის მიწურულია, საზაფხულო პერიოდია და ამ დროს როგორც წესი იხურება ხოლმე თეატრში. თეატრალური სეზონები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ რამდენიმე პრემიერა იქნება და მათ შორის ერთ-ერთზე ორი თეატრის კოლაბორაციაზე უნდა გესაუბროთ. კერძოდ, ხვალდაზე 17 და 18 ივნის მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება დმანისის თეატრის პრემიერა. ეს არის კოლაბორაცია, როგორც ვთქვი, დმანისის თეატრი წარმოადგენს მარჯანიშვილის თეატრში უცნობილეს საწარმოებს დარისპანის გასაჭირს და მე სწორედ მინდა რომ პრემიერამდე ერთი დღით ადრე ამ პრემიერაზე ვისაუბროთ ამ სპექტაკლზე და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი ბრძანდება დმანისის თეატრის ხელმძღვანელი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ბატონი გიორგი სიხარული და საღამომშვიდობისა ბატონი გიორგი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. წინასწარ გესურვებთ წარმატებებს და სანამ პრემიერა შედგება ერთი დღით ადრე უკვე მსახიობებისთვის განსაკუთრებული მომენტი და ღილვაა. მინდა ვისაუბროთ და ჩვენს პანელსაც უთხრათ და ვინც შეიძლება ჯერ არ იცის ამ სიახლის შესახებ შეძლებდა ხვალდაზე შეიძლება გესტუმრო კიდეც თეატრში. დარისპანის გასაჭირი კლდიაშვილი ზოგადად, კლასიკა, ქართული თეატრის, ქართული დრამატურგიის და არაერთი ვერსია გვინახავს. მათ შორის დიდი რეჟისორების დადგმა. რა განაპირობა რომ თქვენ ჩათვალეთ დაგედგათ ახლა, იმიტომ რომ რეჟისორი როცა რამის დგამს, ეს არის სალაპარაკო ენა, ანუ იმ დროისთვის რაღაც თქვენი ფიქრი, თქვენი სათქივარი, თქვენი სადარდებელი. რატომ დარისპანის გასაჭირი და რა ფორმით წარმოგვიდგენთ ხვალდაზე დარისპანს? მეორე ფაქტორია და გადამწყვეტი მაინც არის მასალა, რომელიც არის ქართული კლასიკური დრამატურგიის შედევრი და გამომდინარე აქედან მუდმივად აქტუალური თავისი იდეით, თემით, იქ დასმული პრობლემებით და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ დმანისის თეატრის შემადგენლობა 7 კაცა არის. 7 კაცისგან შედგება და ზუსტად განაწილდა ჩვენს თეატრში. მეხუმრებიან კიდევაც ალბათ იმიტომ აიღეო, რომ 4 ქალიშვილის მამა ხარო. რაც შეეხება სათქმელს და ფორმას, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია რა, როდესაც ესეთ ცნობილ მასალაზე მუშაობ, რომლის უამრავი ვერსია აქვს ნანახი მაყურებელს, თავარი არის რა ვერსია არის, რა სიახლეა, რითიც უნდა თანამედროვე კლდიაშვილის ენაზე უნდა ესაუბრო მაყურებელს და პირდები მაყურებელს, რომ ამ თვალსაზრისით ბევრ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ. იქნება აგრეთვე ბლოგები კლდიაშვილთან ერთად 4 ბლოგი გვაქვს, რომლის ავტორი გახლავთ ზეკო ხაჩიძე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გრძნობათა ბუნება. როდესაც აი ეს ცნობილ ნაწარმოებს აკეთებ და ვცდილობ, რომ ინტერპრეტაცია გააკეთო, ახალი ვერსიით, ახალ ენაზე ესაუბრო, თეატრალურ ენაზე მაყურებელს, თავარი არ უნდა დავკარგოთ, თავარი არის კლდიაშვილის გრძნობათა ბუნება და აი ზეკომ ჩემდა გასახარად ისიც მოახერხა, რომ აი ამ ბლოგებით ის ატმოსფერო, ის სამყარო კლდიაშვილის ეული არ დაკარგა და ნახოთ რა იქნება, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაყურებელს ძალიან საინტერესო და ახალ ვერსიას შევთავაზებთ. როცა კლასიკაზე ვსაუბრობთ, კლასიკა იმიტომ არის კლასიკაც, რომ დრო არ ეხება მას და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ალბათ სამწუხაროდ, წინა საუკუნეში დაწერილი ტექსტი დღესაც აქტუალურია. კლდიაშვილს რო ვკითხულობ, ჩვენ კლდიაშვილზე გვაქვს საუბარი, თუმცა სხვა ავტორებსაც ეხება, თითქოს ახლა დაწერა, თითქოს ხედავდა რა ხდებოდა. დაცულია თუ არა ჟანრი, დაცულია თუ არა ეს კილოკავი, დაცულია თუ არა დრო თუ აბსტრაქტულია. ყველაფერი დაცულია. უბრალოდ გადაწყვეტა არის ნოვაცია, გადაწყვეტა არის სიახლე. დაახლოებით მოგაგონებს რომელიმე სატელევიზიო გადაცემას. ოღონდ კონკრეტულად რას აი ვერ იტყვი, რომ აი ეს არის რაღაცა კონკრეტული გადაცემა, მაგრამ ფორმის თვალსაზრისით, როცა მოხვალ დარბაზში და დაიწყება სპექტაკლი, მიხვდები, რომ რაღაცა ესეთ პავილიონში რომელიღაცა სატელევიზიო გადაცემას ადევნებ თვალს. დანარჩენი გარდა ბლოგებისა, რაც გითხარი, არის აბსოლუტურად ყველაფერი დაცულია. ახსენეთ, რომ დმანისის თეატრი არის 7 კაცა.
თქვენ იმ შემოქმედის სტუდენტი ხართ, ვინც ის ცნობილი შევკაცა თავის დროზე დააბრძანა და აქვე ვთქვათ, რომ დმანისის თეატრი არის თქვენი სტუდენტები, თქვენი მოწაფეებით დაკომპლექსებული. დმანისის თეატრი ჩვენ მალე ველოდებით, რომ ახალი სიცოცხლით შეუდგება თავის საქმიანობას, თუმცა პარალელურად სანამ თეატრი შენდება და ბოლო დეტალები დარჩენილი, თქვენ აქტიურად სხვადასხვა თეატრთან ამ კოლაბორაციული თანამშრომლობით წარმოადგენთ რამდენიმე სპექტაკლი. ეს ერთგვარად არის თუ არა კომფორტი რეჟისორის, როცა მსახიობები არიან თქვენი მოწაფეები, თქვენი გამოზრდილები მსახიობებად და უთქმელად და უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის მათი ციან თქვენი ენა, თქვენი ცით მათი შესაძლებლობები, იმიტომ რომ თქვენ აღმოაჩინეთ მასში და გამოცდენით. ეს ქმნის თუ არა გარკვეულ კომფორტ რეჟისორისთვის. ძალიან საინტერესო არის ამ თვალსაზრისით პროცესი და ჩვენ 10 წელია უკვე ერთად ვართ, ესენი პირველი კურსიდან მოდიან ჩემთან და ერთ ენაზე, ერთ სათქმელიდან გამომდინარე, აი ყველაფერი ის, რასაც ჩავიფიქრებთ, ის რაც გვინდა რომ წარუდგინოთ მაყურებელს, აი ნათქვამი არ მაქვს, რომ უკვე აი ზუსტად ბრძანე, რომ უკვე ესმით. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის, რომ დმანიში მიდიოდა რეპეტიციები. ერთი სული გვაქვს, როდის ჩავალდა, როდის ვითამაშებთ იმ სცენაზე, უბრალოდ აი ბოლო დეტალებია, განათება გახმოვანება არის დარჩენილი, თორე ისე ძალიან კარგი თანამედროვე ესეთი ევროპული თეატრი არის დმანიში და აი ჩვენ ახლა დღეს ჩამოვედით პრაქტიკულად რთულია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ უცხო თეატრში მოვდივართ, ჯერ არ დადგმული, არ გათამაშებული სპექტაკლია და აი ხა ერთ დღეში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრემიერისთვის მზად ვიყოთ და რო არა ჩემი სტუდენტები და რო არა ეს თანამოაზრეები და ის ბავშვები, რომლებსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, შეიძლება ვერც გამერისკა, რომ აი ეს ერთ დღეში მარჯანიშვილის თეატრში აი ამ ხელაზე. რთულია, ხო, იმიტომ რომ მაყურებელი რომელიც მოდის იყიდა ბილეთი, სულ არ აინტერესებს ერთი დღე ქონა რეპეტიცია თუ ვერ გაიარე, თუ მინიშნა პრემიერას, კეთილინები და მოემზადე. ამიტომ ვერაფერი ვერ ამართლებს მაყურებელთან შემოქმედები ჯგუფს. ბატონო გიორგი, მაინც მინდა დაუბრუნდე მე სათქმელ ფორმას თქვენ თქვით. აქ რამდენიმე სირთულეს ხედავ მე ჩემი აზრით. ერთი რომ ჩვენ თქვით რომ ბევრი ვერსია გვინახავს, მათ შორის ძალიან წარმატებული დიდი რეჟისორები, დიდი მსახიობების ნახამაში. მეორე ნაცნობი ტექსტია, ნაცნობი პრობლემაა და ნაცნობი სათქმელია. და მესამე და მთავარი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ დღეს აი თანამედროვედ როგორ შეიძლება თანამედროვე დარისპანი იყოს, თანამედროვე თეატრში მოწოდოთ და ძალიან სასახარულო ტენდენციაა რომ თეატრში ახალგაზრდობას ხედავთ ჩვენ. რომელმაც შეიძლება სულ არ იცის ის ძველი დარისპანი და სულ არ უნახავს, მაგრამ მათ უნდა ვანახოთ, გავაგებინოთ, რას ფიქრობთ, რამდენად არის აქტუალური ახალგაზრდებისთვის დარისპანის პრობლემა. ის პრობლემა, რაც თავის დროზე კლდეაშვილმა დასვა და დღემდე ეს პრობლემა აქტუალური, რადგან უბრუნდებით თქვენ და ბევრი სხვა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინას ნახეთ ჩვენ სხვა რეჟისორების დათქმული დარისპანი. იცით რა არის ნომერ პირველი ჩემი საზრუნავი და საფიქრალი სწორედ ეს არის, რომ თანამედროვე ახალგაზრდა, რომელიც მოდის თეატრში, მისთვის გასაგებ თეატრალურ ენაზე ვესაუბრო, აი ასეთ ცნობილ მასალაზე და ზუსტად ბრძანე, რომ ზოგს საერთოდ ნანახი არ აქვს და არ საინტერესებს. მაგრამ მისთვის კლასიკური დრამატურგიის შედევრი უნდა იქცეს, აი როგორც თანამედროვე დრამატურგია, როგორც აი თითქოს გუშინ დაიწერაო. ამისათვის საჭიროა, რომ ფორმა, თეატრალური ხერხი, ენა ზუსტად მოძებნო, მაგრამ არ დაკარგო ყველაზე მთავარი. არ დაკარგო ავტორისეული გზობათა ბუნება, მე თუმანიშვილს გავიხსენებ, როდესაც რეჟისორებს ექსპლიკაციაზე გვამუშავებ და ერთხელ კლდეაშვილზე მუშაობთ ყველა რეჟისორი, დავინაწილეთ პიესები და ბატონმა მიშამ გითხრა რომ აი რაღაც ახალი ვერსია, შეეცადეთ რომ ახალი ხედვით მომიტანოთ და ნუ ყველამ ეხა გავშალეთ ჩვენი ფანტაზია და მე როცა გვეუბნება თუმანიშვილი, რომ მეც დამემართავ ეს რაღაცა შენიშნებს რომ გვეუბნებო და ერთხელ გადავწყვიტეო რომ აი რაღაცა ნოვატორულად, რაღაც სიახლით გავაკეთებ კლდეაშვილსო და მე ყოველთვის ეგეთი პრინციპი მაქვს რომ მაგიდასთანო იმ ავტორის ფოტო მიდევს, ვისთანაც მუშაობ რა და რო გავაკეთე და რო გავწდი თითქმის ყველანაირ საზღვრებს, გავხედე ფოტოსო, ბატონ დავით კლდეაშვილისო და აი ესე მიხვდა. რაშები მიშა. და აი ახლა ჩვენს, როდესაც აი რეჟისორების ფანტაზია საზღვარი არ აქვს და როდესაც ვცდილობთ რომ
რაღაცა სიახლეების შემოვიტანოს, აი საფრთხე სწორედ აქ არის, რომ თავარი არ დავკარგოთ ავტორი და მისი გრძნობა და ხო, იმიტომ რომ ეს ერთი სრული მესმის და ძალიან კარგია თუ რეჟისორი ახერხებს რომ არავის გავდეს და თავის ვერსია იყოს, მაგრამ აქ არის ეს საცდური და საფრთხე, რომ იმდენად არავის გავდე, რომ ავტორსაც აღარ გავდე. ავტორმა ძალიან მოხდეს რა დაწერა. ეს საფრთხე არის. მაგრამ ჩემ კითხვას რო დაუბრუნდე, რაც მოვთქვი რომ ახალგაზრდები ვახსენე. თქვენ ალბათ ამ შემთხვევაშიც გარკვეული კომფორტი და გარკვეული ხელშეწყობა გაქვთ, იმიტომ რომ თქვენი დასი არის ახალგაზრდები და კომპლექტებული და თუ მათ შეეხოთ ეს სათქმელი და მათ ეს სათქმელი აქვთ, ერთი მსხრივ ესე იგი მაყურებელს თვითონ ერთგვარი ტესტია. აბა რა, იმიტომ რომ მათ თქვენ რომ კი და მუშაობენ და არის მათ სათქმელი, ეს ძალიან თქვენთვის ესეთი ხელსაყრელი მომენტი. ანუ ფაქტობრივად უკვე მოსინდით, ესე იგი აინტერესებს. და იცი რა, მე ყოველთვის მიყვარს რომ აი გამოშვების წინ უცხო ადამიანებს ვაჩვენებ ხოლმე და ეხლა განსაკუთრებით ორიენტირი მაქვს ახალგაზრდებზე და არის ჩემ და სასიხარულოდ ვინც ნახა ჯერ არ დაბადებული სპექტაკლი ეს კიდეში სარეპეტიციო სივრცეში მეუბნებიან რომ ჩვენ ესეთი კლდიაშვილი არ გვინახავს და ხო არის კლდიაშვილი თავი კლდია ესე ხო არ შეიძლება თავარია აი ნახოთ რა მე ხო ეხლა თავარს მივადგები ერთ-ერთ თავარს იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ნათქვამი ჩვენც ეთერშიც და ისეც და ვინც იცის თქვენი შემოქმედება რომ იმ ხელოვანს მიეკუთვნებით ვინც ჯერ მუსიკას ისმენს და მე რედგან სპექტაკლს. ანუ მუსიკა თუ არ ესმის, სპექტაკლი არ იდგება. არ აქვს მნიშვნელობა ეს სპექტაკლი მუსიკალურია, ქორეოგრაფიულია, დრამატულია, კლდიაშვილია, შექსპირიატურა. მუსიკა უნდა ესმოდეს. მეორე რიცხვი გასაგებია, იმიტომ რომ გომარ სუხარიძის შვილი ხადია რა ურთიერთობაშია მუსიკასთან. კი ბატონო. ამიტომ რატო გავუსე, რატო გავაკეთე ამ ხელა შესავალი, უდიდესი დატვირთვა აქვს მუსიკას და მუსიკალურ გაფორმებას თქვენ სპექტაკლებში ყველგან და ყოველთვის. მოხდება კლდიაშვილს, იმიტომ რომ თან თქვით რომ დაცულია კლდიაშვილი, დაცულია დრო, დაცულია კილო და აქაც ვერ აუშვებ აფრებს და ყველაფერს ვერ გამოიყენებ, მაშინ თუ ასეა. იცით რა, აი ზუსტია, როდესაც მე სპექტაკლზე ვიწყებ მუშაობას, თუ არ მესმის მომავალი სპექტაკლის მუსიკა, ისე ერთ სცენასაც ვერ ვაკეთებ რა, აუცილებლად მელოდიკა უნდა მიესმოდეს და ატმოსფერო მუსიკალურად. არანაირად მიუხედავად იმისა, რომ გიჟდები იმერულ სიმღერაზე, გიჟდები ბანტიან გიტარაზე და იმ საოცარ შედევრებზე ჩვენი მუსიკალური იმერული ყოფის, აი თავიდანვე გადავწყვიტე, რომ მსგავსი არაფერი არ იქნებოდა და არაფერი გიტარას და არაფერი ღიღინს არ მოვისმენ. არა და დარისპანი ერთ სცენაში უბრალოდ აი როდესაც ოსიკოს აწონებს თავის თავს და თავის ოჯახს იქ რაღაცა თვითონ ღერის და თვითონვე ცეკვავს აი ერთი ეს ჩანართია თორე დანარჩენი გაგიკვირდებათ და მხოლოდ და მხოლოდ ჟღერს თავარი თემა ჩემთან არის ბახი. ვაჰ და იმდენად ზუსტი არ მგონია დავით კლიშოს ეწყინოს ბახი რო ხაი მეჭება. მე გეუბნებით რომ ეს არის იოჰან სებასტიან კლდიაშვილი. აი ისე ერგება და ისე ორგანულია. და ისეთი სიღრმეა, ეხა ბახის მუსიკა მოგეხსენებათ და ნუ აი ისეთი თანხვედრა არის, რომ აი თითქოს სპეციალურად დარისპანისთვის შეიქმნა, თქო? აი ვინც ნახავს და მობრძანდება მაყურებელი, დარწმუნებული ვარ, რომ დამეთანხმება, იმიტომ რომ ძალიან ზუსტი გრძნობათა ბუნებაა. ამ კუთხითაც უკვე საინტერესო და განსხვავებული ვერსია. ახლა ესეთი კითხვა დაემბადა ნახევრად ხუმრობით. რამდენიმე თვეა გასული, რაც ჩვენივე ეთერში ჩვენ მქონდა საუბარი და ერთგვარი სიუჟეტი იტალიიდან, როცა რაღაცა რომში არსებულ თეატრთან კოლაბორაციით მე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი ვიყავით წასული, დავდგით თამაშები და თქვენ საპატიო სტუმრად შემოგძანთ. კი ბატონო. მაშინ უკვე იცოდეთ, რომ დარისპანო დაგიდგათ. მე არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩვენს გამო ეს იდეა გაგიშათ, მაგრამ ეხლა ეს ხუმრობი თქვით, თუმცა კითხვის არსი ის არის, რომ დიდი ხანია ფიქრობთ რომ დარისპანს შეხებოდით? ვერ გეტყვით რომ მე ქუთაისში მაქვს დადგმული და როცა იყავით მომდევნო თეატრში. იმ რეჟისორებს რომლებიც მეორდება. უბრუნდებიან. დიახ და აი თუ არ ჩავთვლით ანა კარენინას ეს არის მეორე მასალა, როდესაც მე დადგმულ ვერსიას უკვე ახალი ინტერპრეტაციით ვუბრუნდები. შესაბამისად ვერ გეტყვით რომ ფიქრობდი უბრალოდ დასმა იმ მოცემულობამ
დმანისმა არსებულმა პირობებმა განაპირობა ეს ყველაფერი, რომ იდეალურად ერგებოდა ჩემთვიაც, სათქმელი ძალიან აქტუალურია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ ყველაფერმა ერთად დიდი როლი ითამაშა. მე არ შემიძლია რომ არ გავიხსენო თქვენი დარისპანი, თიკო კორძაძის თქვენ თამუნა ნიკოლაძე და რა ვიცი, საოცარი დღეები რომში, ძალიან კარგი კოლაბორაცია იქ მსახიობთან ერთად და ძალიან ვისიამოვნე. და ეხლა კიდე პრემიერა ქონდა და კიდე ულოცავ მაგალითად. ბატონო გიორგი, რადგან ახსენეთ რომ მე დათქმული მაქვსო და არ მივეკუთვნები რეჟისორებს მძიმეორებს. აი აქ არ არის სირთულე რომ ჩვენ თუ ლაპარაკობთ რომ რეჟისორებს ახასიათებდა ეს კარგია რომ არ გავდეს არავის, მაშინ ამ შემთხვევაში არც იმ გიორგის უნდა გავდეს, იმ სიხარულდეს რომელიც დადგა ქუთაისში, ხო? იმიტომ რომ სხვა დასია, სხვა თეატრია, სხვა დროა, სხვა ვიარებაა და სრულიად შეიძლება სწორედ რამდენიმე წელი იყოს გასული, უცებ მიხვდე რომ თურმე დარისპანი ისე კი არა, ახლა ასეთია დარისპანი. არ არის ამის საფრთხე რომ რაღაცები არ გაგეპაროს რაც დადგა. საერთოდ არ არის ამის საფრთხე და ვისაც ნანახი აქვს ქუთაისში ჩემი დადგმული სპექტაკლი სადაც მთავარ როლში გოგი ქავთარაძე ნაკლია ჩემი თამაშობდა და ის შვენიერი მსახიობები ქუთაისის მესხიშვილის თეატრის რადიკალურად განსხვავებული ვერსია, აი ეპიზოდს ვერ ნახავთ, ეპიზოდს საერთოს, იმიტომ რომ იქ სულ სხვა ამბავს ყვები, ერთი და იგივე ავტორის აი სწორედ ამაშია რა გენიალურობა კლდიაშვილის, რომ გაძლევს საშუალებას, რომ ერთი და იგივე მასალა, ერთი და იგივე ავტორის აბსოლუტურად სხვა ვერსიაა და სხვა ამბავს ყვებით რა. რადგან ჩვენ ვთქვით რომ ეს არის კოლაბორაცია და დმანისის თეატრის, მოდი ასე ვთქვათ, სპექტაკლი პროექტი არის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, რა მომავალია ეს სპექტაკლი? ჯერჯერობით იქნება მარჯანიშვილში, თუ ეს პრემიერებია მხოლოდ, შემდგომ როცა გაიხსნება თეატრი, ალბათ ცხადია თელი ეს რეპერტუარიაც კოლაბორაციათ იყო, მათ შორის ჩვენი სპექტაკლის დაბრუნება ალბათ, მაგრამ მანამ სანამ დმანისის თეატრში გადახვალთ, იქნება ამ სცენაზე, აი რა მომავალი. ძალიან დიდი მეც მაძლევენ, რომ აი უკვე მომავალი სეზონიდან, ანუ როდესაც თეატრალური სეზონი იხსნება სექტემბერ-ოქტომბერში, ჩვენ უკვე დმანისში ვიქნებ. აჰა. ტექნიკური დეტალებია. შესაბამისად ეს პრემიერები იქნება აი როგორც სეზონის დახურვა. და სანამ ჩვენ მეორე ბლოკში მსახიობს გავესაუბრებით, გარკვეულწილად ვახსენეთ დმანისის თეატრის დეტალები, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, შევიხოთ ამ თეატრს, იმიტომ რომ დმანისის თეატრზე ვსაუბრობთ, ახლა დმანისის თეატრის სპექტაკლზე ვსაუბრობთ. რა ელოდება საზოგადოებას, იმედია უკვე ახალი სეზონიდან, როცა თეატრი გაიხსნება, რამდენიმე წელია უკვე თეატრი, ну როგორც თქვით, ევროპული მაღალი დონის ტექნიკურად ყველანაირად გამართული თეატრი, ახალი დასით, ახალი ხელმძღვანელით. რა ელოდება იქნება ახალი სპექტაკლები, დაბრუნდება ის, რაც აქ დაიდგა, თუ აი რას თავაზობდა, რას პირდაპირ და ზოგადად მე ძალიან მახარებს, რომ ბოლო პერიოდის ტენდენციები არის, რომ რეგიონების თეატრს მიუბრუნდა ხალხიც და მსახიობებიც, რეჟისორებიც, აი ახლა რო ავიღოთ თქვენი და თქვენი შვიდკაცი. ახალგაზრდები, რომლებმაც დაამთავრეს თუ არა წამოკვდნენ დმანისში და იულია. ეს აცოცხლებს ზოგადად ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა და სანამ დმანისში ჩავიდოდით, ჩვენ მოვიარეთ საქართველოს თავისუფლად შეიძლება ითქვას, როგორც პროფესიული სივრცე, ასევე სამოყვარულო. აი ვანის სამოყვარულო თეატრში კოპროდუქცია გავაკეთეთ, სამტრედიის თეატრში გავაკეთეთ და არ დაგვიტოვებია არაფერი და დმანისელ მაყურებელს ძალიან კარგი რამ ელოდება იმ თვალსაზრისით, რომ აი ამ მოკლე დროში დმანისის თეატრში 11 პრემიერა იყო ახალი. პლუს დავამატოთ ის 3 სპექტაკლი, რომელიც გადავიდნენ, 14 სპექტაკლი აქვს დმანისელ მაყურებელს ახალი სპექტაკლი სანახავი და თან მათ ელოდებათ, რომ თავიანთ ქალაქში უკვე იქნება პროფესიული ბუდმივმოქმედი დასი, რომელიც სარეპერტუარო პოლიტიკას გაატარებს და პრაქტიკულად ახალი თეატრალური ცხოვრება იწყება დმანისში და ამ თვალსაზრისით იქაურ ახალგაზრდებსაც მთელს რეგიონს მიულოცავ, რომ ეს დიდი საქმეა და კარგი საქმეა და ეს ის გაგრძელება იმ დიდი საქმის, რომელიც ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა და ქალბატონმა ზინა კორენჩხევაძემ სახელობისაც არის. დიახ, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყეს, საფუძველი ჩაუყარეს და ჩვენ წილად ხვდა ბედნიერება, პატივი, რომ ეს გზა გავაგრძელოთ და რა მნიშვნელობა აქვს ბატონო გიორგი? ცხადია, მე გარკვეულწილად პასუხის ვიცი, ეხა და ბევრისთვის, მაგრამ მე ამ კითხვას ვამიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება, რა მნიშვნელობა აქვს რეგიონებში
ასეთი თეატრების არსებობას და მათ შორის აი სწორედაც რომ დედაქალაქიდან ჩასული მსახიობებიც, რეჟისორებიც ხადია ადგილობრივებთან ერთად, იმიტომ რომ ერთი პერიოდი ჩვენ გვახსოვს რომ აი მე როცა ჩავაბარე და საუბრობ თული დროც იყო რომ ყველაფერი თბილისში იყო, ყველა თბილისში ჩამოვიდა, ყველა თბილისში იყო, ახალ-ნელა გადის ეს და მე და ყველა რეგიონს კონდეს და ხელშეწყობაც არის რომ შენდება ახალი თეატრი. რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად თეატრალური სფეროსთვის? უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თეატრის გარდა პროფესიული თეატრის არსებობას გულისხმობ და სპექტაკლებს გულისხმობ, ყველა ქალაქში თეატრალური კერა არის როგორც აი კულტურის კერა და უდიდესი დანიშნულება აქვს. ისეთ რთულ რეგიონებში, როგორც არის დმანისი, როგორც ახალციხეა, თეატრს კიდევ უფრო გადამწყვეტი და სხვა დატვირთვა აქვს. აი თავის დროზე მე ქალბატონი ზინა ვახსენე და ბატონი ჯუმბერი რატო შეიქმნა თეატრი? ქართული სიტყვის გადასარჩენა და წავიდნენ კორიფეები, ქართული თეატრალური სივრცის, რუსთაველის თეატრის წარმატებული არტისტები, აბსოლუტურად უანგაროდ. იმ პერიოდში, როდესაც გზა არ იყო, იმ პერიოდში, როდესაც შუქი არ იყო, იმ პერიოდში, როდესაც ისინი თამაშობდნენ გაყინულ დარბაზებში. რატო რა ენატრებოდათ თამაში, როლი აკლდათ თუ ტაში? ეს იყო აი საოცარი მოქალაქეობრივი პოზიცია და საოცარი პატრიოტული ნაბიჯი, რომ იქ ქართული სიტყვის ასაღორძინებლად ჩვენს ქვეყანას ჭირდებოდა მათი ჩასვლა. ეხლა წარმო გოგი გეგეჭკორი რო ჩავიდოდა, საკანდელიძე, ედიშენ მაღალაშვილი, თემურ ჩხეიძე სპექტაკლს დადგავს, პირველ სპექტაკლს. ეს ხო უდიდესი მოვლენაა. და შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით კიდე გამეორდები მაშინ, როდესაც სკოლა არ იყო ქართული, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც დღეს სხვათა შორის, მაგრამ ძალიან დიდია უკვე სხვაობა, იმიტომ რომ დღეს სკოლები გაიხსნა, პროცენტულად უკვე მცირდება და ქართველები უფრო ბევრნი არიან, გამრავლდნენ და ღმერთმა გაამრავლოთ, იქ სვანები არიან, საოცარი ხალხი არიან და ეს თანაცხოვრება უკვე ჩვენს მოძმეერებთან ესეთი მშვიდობიან, კარგ გარემოშია და თეატრი ამ ყველაფერს შეეკრავს, თეატრს უდიდესი მისია და ფუნქცია აქვს და ამიტომაც არის რომ მოუთმელად ველოდებით რომ იქ ჩავიდეთ და გავაკეთოთ ის საქმე, რაც ჩვენ ქვეყანას წააგდება. და სანამ ესე იგი ახალი სეზონიდან იმედია უკვე მალე განახლებულ თეატრის საზოგადოება ნახავს დმანისში, მანამდე მე შევახსენებ მსმენელს, რომ დმანისის თეატრის საპრემიერო სპექტაკლი დარესპანის გასაჭირი ხვალდაზე 17 და 18 ივნისს წარმოდგენილი იქნება მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ჩვენ თეატრის ხელმძღვანელი და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ბატონი გიორგი სიხარულიძე გვესაუბრება და მეორე ბლოკში კი ხადია მსახიობთან ერთად დაგიბრუნდები და გულოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ საპრემიერო ჩვენებაზე საუბრობთ, რომელიც ხვალდაზე მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება, კერძოდ დმანისის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს დარესპანის გასაჭირი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, მართას როლის შემსრულებელი ანანო ლომიძე ჩვენი სტუმარი. ანანო, საღამოშვიდობისა, მადლობა ასწორებისთვის და მადლობა რომ ასევე მოიცალე ფაქტობრივად თქვენთვის უკვე საპრემიერო ცეცხლებაა და ჩვენ პირველ ბლოკში ბატონი გიორგი გვესაუბრებოდა და ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ ესეთი ცნობილი ნაწარმოების ბევრი ვერსია გვინახავს და ფორმა, სტილისტიკა, მაყურებელს რითი უნდა შესწავლოს, რითი უნდა გაინტერესოს. აი შენი ხედვით, შენი გაკვირვებით, როგორც მსახიობიც მონაწილე სპექტაკლში და როგორც მაყურებელიც, რით იქნება განსხვავებული და რას თავაზობთ მაყურებელს, ვინც მოვა თქვენ სპექტაკლში? პირველ რიგში მადლობა თქვენ. რაც შეეხება სპექტაკლს, ძალიან ბევრი ვერსია აქვს მაყურებელს ნანახი დარესპანის გასაჭირი. ალბათ დარესპანის გასაჭირი რო გესმის, ფიქრობ, რომ აი რა უნდა ვნახო კიდე განსხვავებული, მაგრამ ფიქრობ ეს ის შემთხვევა არის, როცა მართლა განსხვავებულ დარესპანის გასაჭირს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, რომ ის სათქმელი, რაც ჩვენ გვაქვს და არაერთი სათქმელი გვაქვს, აქ არ არის მხოლოდ რაღაც ერთ კონკრეტულ გასაჭირზე საუბარი, აქ არის რამოდენიმე ისეთი თემა, სოციალური თემაც არის, ბევრი ისეთი საკითხი არის, რაც ვფიქრობ, რომ როგორც ძველი თაობის წარმომადგენლებს, ისევე ახლანდელი თაობის წარმომადგენლებსაც ძალიან გვაწუხებს. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ესე პირდაპირ მაყურებელთან კარგი იქნება, ბევრ ადამიანს ვფიქრობ დააფიქრებს. ანახე, კარგი სიტყვა იხმარება, გვაწუხებს. მე ეს ბატონ გიორგისთან დავსვი ეს კითხვა. თქვენს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, თქვენი დასი ზოგადად ხო დმანისის თეატრის დასი, ახალგაზრდები დაკომპლექტებული ხართ, სტუდენტობის შემდეგ მალევე წახვედით ამ თეატრში. იმიტომ რომ მე მახარებს, რომ დღეს თეატრში უმეტესობა დადის ახალგაზრდა.
და ჯერა და იმეც ვიტოვებ, რომ ხვალ და ზეგ და შემდგომაც ეს სპექტაკლი ცოცხლებს და ახალგაზრდები ივლიან. აი მათთვის რა იქნება ეს სათქმელი, რასაც დაფიქრდებიან, რომ ეს პიესა როდესაც კი არ დაწერა კლდიაშვილმა და რაღაცას კი არ ვიხსენებთ, აი დღევანდელ დროს საუბრობთ, იმიტომ რომ კარგი სპექტაკლის შემთხვევაში უნდა იყოს აქტუალური. ყოველთვის მე დღეს რომ მოვედი სპექტაკლზე, მე დღეს უნდა მაწუხებდეს ეს რაღაც სათქმელი. და კარგი თქვი რომ გვაწუხებს. აი რას ფიქრობ თქვენი თაობის, უფრო ახალგაზრდების რით იქნება საინტერესო და როცა ბატონმა გიორგი თქვა რომ გვაქვს დარისპანს წაიკითხე და იწყო მუშაობა, თქვენ მივხვდით თუ არა თქვენ და თქვენი კოლეგები რომ იცი რა კი ჩვენია და ამით აინთეთ თუ არა. ხო. იცით რა არის აი ზუსტად ეგ არის ჩემი აზრით დავით კლდიაშვილში გენიალური რომ რა დროც არ უნდა იყოს ყოველთვის აი თემა არასდროს არ ძველდება, სულ არის თემატური. აი ეხლა ზუსტად ვიცი ეს სათქმელი რაც დავით კლდიაშვილს ჰქონდა და რა გასაჭირის ჰქონდა, აი დღესაც აქტუალურია. გინდა არ გინდა ესე არის, იმიტომ რომ ის პრობლემები რაც პიესაში არის, დღესაც აქტუალურია. და პლუს ამას კიდევ ჩვენ სპექტაკლში არ ვიცი ხა ბოლომდე არ მინდა რომ გავყიდო. არ მინდა რომ გავყიდო სპექტაკლი, მაგრამ გეტყვით რომ ამ სათქმელის და ამ გასაჭირის გარდა კიდევ ისეთი სათქმელები და გასაჭირებია, რაც ზუსტად მე პირადად, მე როგორც ანანოლო მიწეს მაწუხებს და ზუსტად ვიცი, ბევრი ჩვენი თაობის წარმომადგენელს აწუხებს, თუნდაც ის დისტანცია, არ ვიცი, ალბათ დისტანცია შეიძლება დაერქვას, რაც უფროს თაობას და ჩვენ შორის არის. მაგრამ მალადიული თემა. ხო, ნუ აი ისეთი თემა არის, რომ ვერ ხვდებიან უფროსები მაინც. შეიძლება რაღაცა ისე გითხრან, ეს მათ სწორად შეიძლება მიაჩნდნენ და ამ დროს შენ ფიქრობ, რომ იცი, უხერხულია ამ კითხვის დასმა. ხო, ან პირიქით ეგეც არის, მაგრამ უფრო მეტად მაინც რაღაც თითქოს მეტი უხერხულობა მაინც ჩვენზე მოდის, იმიტომ რომ უფროსი თაობის წარმომადგენელია, ვერ აწყენინებ, ისე ვერ უპასუხებ, მაგრამ გვაწუხებს და ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ხო, ანუ გვაწუხებს ჩვენს ეს ყველაფერი. იცი რა, ესე თუ ავიღებთ, აი ძალიან ის მარტივ ფაბულას რომ მივყვეთ. თითქოს აქ არის საუბარი, რომ ერთ-ერთ ადამიანს რა პრობლემა შეიძლება ვერ ეთხოვთ და ადის რომ გასხოთ. ადრე მაგალითად მე და შენ შორის არაა დიდი წვეტა ხო თაობას შორის, მაგრამ ჩემს და უფრო ადრე სულ იყო ეს რომ არ გათხოვდა, კიდე არ გათხოვილ ხარ, როდის გათხოვდები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დღეს აი შენ თაობაში, შენ ისევ არის, თუნდაც მარტო ამას რომ მივყვეთ, თუმცა შენ სწორად აღნიშნე, რომ კლდიაშვილი იმით არის გენიალური, რომ ბევრი სხვა არის პარალელურად და მართლა ყველა დრო შეგიძლია ბევრ სხვა რამეზე ისწავლო, მათ შორის შენ აღნიშნე ეს თაობათა შორის მუდმივი ეს დაპირისპირება. იგივე ეს თემა, შენი აზრით არის დღესავ აქტუალური, რომ აი ვერ თხოვდება, როდის გათხოვდები, კიდე არ გათხოვდი, ან საერთოდ მე მგონია რომ ცოტა არაკორექტულია ადამიანს რო ეკითხა რატო გაშორდი, რატო გათხოვდი ასე. ანუ არის ეს პრობლემა ისევ. ისევ აი შენ პირადად ისევ უბრალოდ თავის ხალხს ეკითხება, როდის თხოვდები, შვილო, ხო არ გათხოვილ ხარ, არის ისევ ეს ამბავი? კი, არის. და ეს რაღაც ტრაგედიად აღიქმება, რომ ვაიმე 25-ის გასწრა და კიდე გაუთხოვარი. მაგრამ რა არის იცით, ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს კითხვები ისევ მოდის, ისევ, მაგრამ ჩვენ თაობას ვფიქრობ, რომ ეს კითხვები გულთან ახლოს აღარ მიგვაქვს, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ისეთი დრო არის, რომ სხვა ინტერესებით შეიძლება კონდეს ადამიანს იმისა, რომ აი აუცილებლად რაღაც კონკრეტულ ასაკს რომ მიაღწევ, უნდა იყო დაოჯახებული. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება, რომ აი დაოჯახდები, მე ბავშვი, მე არ სრულდება ეს ყველაფერი და უხერხულია. მე მალე ფიქრობს, რომ ხომ მეწინააღმდეგე ვარ დაოჯახების და ბავშვების. არა, არც მე, რა თქმა უნდა, მაგრამ არა რაღაც იდეა ფიქსი, რაზეც თითქოს ამ პიესაში ალეგორიულად არის დატკევარი, თუმცა სხვა რაღაცების გამო ეს თემა. და აი როგორ მე ხა წარმატებულს გავაყოლო და იმას გაურიგო და მართან მოუგვა. აი ეს მართა მომგვარებლები არიან ისევ? მართა მომგვარებლების ამბები ისე ხდება? შენ რას ფიქრობ? ალბათ არიან. მე პირადად ეხლა ეგეთი არავინ არ მახსენდება ცოტა ისეთი მაჭანკალი ადამიანი. შენი მართა როგორია სპექტაკლში? აი ჩემი მართა არის აი შენ გმირზე გველაპარაკე. ხო, ჩემი მართა არის კლდიაშვილიდან გამომდინარე, მაინც ისეთი მართა არის ცოტა. კლდიაშვილი. უნდა მოკლედ და რატომაც არა, როცა ხედავს სიტყვაზე რაღაც ორ ახალგაზრდას, რომელსაც ბევრი საერთო შეიძლება გქონდეს, ბევრი საერთო ინტერესი, ისიც კარგი ახალგაზრდა, რატომაც არა, იყვნენ ერთად. შესაბამისად, მართაც ამას ცდილობს, რომ ეს ორი კითხვა აქვს მაინც მართას. ეგ მთავარი კითხვა აქვს, რომ რატო არ ოჯახდებით, როცა ესეთი კარგი ახალგაზრდა ხარ შენ, რატო აღარ გინდათ? ანუ მართას მთავარი კითხვა მაინც ვფიქრობ, რომ არის ეს, რომ
რატომ აღარ? რატომ აღარ? კი ბატონო. ხო, მე შეიძლება რაღაცაებში კონფლიქტში მოვდიოდე. ხო, ჩემ გმირთან. არა, მე მესმის, ჩემი გმირის. მესმის, ვუგებ, იმიტომ რომ მართლა რატომ არა, მაგრამ მე ჩემი როგორც ანანოდან გამომდინარე რომ მესმის, რო იცი რა, აი ამიტომ და ამიტომ. ან თუნდაც რატო არ არის ის, რომ აი სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნა შეიძლება იყოს ყველაფერი, სწორ დროს სწორი ადამიანის პოვნა იყოს, იმიტომ რომ არ გამოდის მაინც გინდა არ გინდა სიყვარული დაძალებით. ხო, ну დანარჩენს ალბათ მაყურებელი თავად განსაზღვრავს. კი. შეიძლება რაღაცებს დაგეთანხმონ, შეიძლება არ დაგეთანხმონ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ თქვენ ფიქრობთ, რომ იმ კითხვებს დასვამთ, იმ აქცენტებს გააკეთებთ, რაც თქვენ გაწუხებთ, რომ ახლა არის აქტუალური. დანარჩენს მაყურებელი გადაწყვეტს ხადია. კი, ჩვენ უფრო კითხვებს დავსვამთ, ვიდრე რაღაცას მოუწოდებთ მაყურებელს. თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტოს რა და როგორ. ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებზე. სპექტაკლს უსურვებ, რომ დიდხანს იცოცხლოს. სამწუხაროდ, გამიმეორებ თუ საბედნიეროდ ისევ აქტუალურია კლდიაშვილის აქცენტები დროის პერიოდის მიუხედავად. სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც ვიტყოდი. ხო, ნახოთ რა იქნება და აქედან გამომდინარე იმედი მაქვს დიდხანს იცოცხლოს სპექტაკლი და მადლობა შენ. შეგახსენებთ რომ საუბრობდით დარისპანის გასაჭირზე, რომელიც ხვალდაზე, ანუ 17-18 ივნისს მარჯანიშვილის თეატრში იქნება წარმოდგენილი და წარმოადგენს მანისის თეატრი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ანანო ლომიძე გვესაუბრებოდა. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.